მერთმა დაგლოცოთ მას რადიომსმენელებო ყოველნო მართვენდებელნო ქრისტიანინო გილოცავთ ხარების დღესასწაულს, გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს, უახლოვდებით ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს და ყოველივე სიხარული სულიერი მოგმადლოს უფალმა. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის დღის წესრიგში აქტუალურად დადგა, კერძოდ სრულიად მართლმადიდებელთა კრების მოწვევის საკითხთან მიმართებაში. აქვე ვიტყვით, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვა წარმოთქმული ჟენევაში 2016 წლის თებერვალში გახლავთ ისტორიული სიტყვა, უმნიშვნელოვანესი, რომელშიც პირდაპირ გამოხატულია ეკლესიის დამოკიდებულება, მართლმადიდებელი ეკლესია როდის წარმოაჩენს თავის ავტორიტეტს, თავის უცდომელობას, როდესაც ის არის სისავსის გამოხატველი და სწორედ აი ამ კუთხით გსურთ დღეს კიდევ ერთხელ თანამედროვე მამათა ნააზრებებთან შეთანხმებით განვიხილოთ ეს საკითხი, როდის ენიჭება, ესე იგი, კრებას უცდომელობის სტატუსი, რა კრიტერიუმები განსაზღვრავს მის ავტორიტეტს. პირველ ყოვლისა უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ დედამიწაზე დღეს და საერთოდ ოდითგანვე მთელ მსოფლიოში უცდომელ კანონმდებლად, მასწავლებლად და მსაჯულად გვევლინება ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესია, ანუ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ეს გახლავთ ღმერთკაცობრივი სხეული და ამიტომ, როდესაც ეკლესია ლაპარაკობს, როგორც ერთი მთლიანობა, ამას ხაზი უნდა გაესვას, მაშინ არის ის უცდომელი. ანუ ეკლესიაში რო ჭეშმარიტება უდაოდ არის უეჭველია, ამას გვიდასტურებს ჩვენ ღვთისმსხურიერი პავლე მოციქულიც, როდესაც ამბობს, რომ ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა და ეს სრულიად ბუნებრივად, რადგან ეკლესია არის ქრისტეს სხეული, იგივე პავლე მოციქულის სიტყვებიდან რო ვთქვათ, და ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხეულს, ეკლესიას, ღვთაებრივ ორგანიზმს ყავს თავისი თავი ქრისტე და თუ ქრისტე როგორც ღმერთი არის უცდომელი, შესაბამისად ეკლესიაც როგორც ერთი მთლიანობა არის აი ამ უცდომელობის მატარებელი. მაგრამ აქ ჩნდება ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა. ანუ როდის ლაპარაკობს ესე იგი ეკლესია როგორც ერთი მთლიანობა და როდის არის ის აი ამ ერთი სისავსის უცდომელების გამომხატველი, როდესაც ის წმინდა მამების თანახმად ლაპარაკობს და იღებს გადაწყვეტილებას მსოფლიო კრებაზე. ანუ ეს არის როგორც გამოხატავს, ესე იგი მსოფლიო კრება თავის სწავლებაში უცდომელ მართლმადიდებელ ეკლესიის სწავლებას, ეკლესიის სისავსის გამოხატულებას და რატომ წარმოადგენს იგი აი ამ ეკლესიას, რით მიიღწევა ეს, ჯერ ერთი მსოფლიო კრება უნდა ვიცოდეთ, რომ შედგება ეკლესიის ყველა მართველი იერარქისაგან და ისინი თავის მხრივ წარმოადგენენ აი ამ თავის ეპარქიაში ცხოვრებ ყველა ქრისტიანს და ყველანი ერთად აი ამ მებრძოლი და მეომარი მიწიერი ეკლესიის, ანუ ხილული ეკლესიის სისავსეს წარმოადგენენ. ამრიგად ის საკითხი, რომ დღეს დგას დღის წესრიგში, რომ თანამედროვე კრება იქნება შემდგარი გარკვეული რაოდენობის ეპისკოპოსებისაგან, ეს უკვე მანიშნებელია იმისი, რომ მას უკვე აღარ გააჩნია ის მსოფლიო კრიტერიუმი, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია მსოფლიო კრების სტატუსისათვის. და შემდეგ მსოფლიო კრება მთელი ეკლესიის სახელით, იერარქიებით უნდა წარმოადგენდეს არა მარტო ცოცხალ, არამედ გარდაცვლილ ქრისტიანებსაც. ანუ ეკლესიის
გარდამოცემას უნდა წარმოადგენდეს. ანუ ზეციურის მუზეუმი ეკლესიის თანხვედრი უნდა იყოს მიწიერი ეკლესიის სწავლება. რას ნიშნავს ეს, რომ როდესაც ისინი ეთანხმებიან, ანუ როდესაც თანხმობა არის მოზეიმე ეკლესიებთან, უხილავ ეკლესიის შეხედულებებთან და მოზეიმე ეკლესიაში ჩვენ ვის გულისხმობთ. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იგივე მსოფლიო კრებებზე მონაწილე წმინდა მამები და მთლიანად ის ეკლესიის სწავლება, რომელიც 7 მსოფლიო კრებაზე იქნა დადგენილი და გადმოცემული. ამრიგად, აი ეს მსოფლიო კრების აზრი მხოლოდ მაშინ შეიძლება ძმაუნდადანო იქცეს მთელი ეკლესიის აზრად, როდესაც იგი ეთანხმება წინამორბედი მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს და არ ეწინააღმდეგება სხვა კრებითი დადგენილებებს და თუ მას სურს რაღაცნაირად წარმოადგენდეს მთელ ეკლესიას, როგორც თქვით, მოზეიმეს, მებრძოლ მართლმადიდებელ ეკლესიას. ასევე წმინდა მამები და თანამედროვე მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები შენიშნავენ, რომ მოწვეული კრება მხოლოდ მაშინ იქნებაო მსოფლიო და მაშასადამე უცდომელი, როდესაც მას გააჩნია ორი დამახასიათებელი თვისება. რა თვისებებია ესე იგი? ესე იგი, საყოველთაობა, კათოლიკობა, ანუ სიღრმეში, ანუ მსოფლიო სისავსის გამოხატულება, ვერტიკალურად, ანუ დროში და კათოლიკობა სიგანეში, ანუ ჰორიზონტალურად, ანუ სივრცეში. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? პირველი ნიშნავს, რომ აი ამ კრებამ უნდა წარმოადგინოს ყველა ქრისტიანი, რომლებიც ეკლესიის წიაღში ცხოვრობდნენ და მოქმედებენ გარდასულ საუკუნეთა განმავლობაშიც და თანაც იმგვარად, როგორც ეს წინამორბედ მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებში არის ასახული და მეორე თვისების თანახმად მსოფლიო კრება უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე ეკლესიას მთელი თავისი სისავსით. რისი ნიშნებიც ამ კრებას ჯერჯერობით არ გააჩნია. რეგლამენტის თანახმად, რომელიც უკვე გამოქვეყნდა მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის. მაგრამ არც ეს არის საკმარისი, მოწვეული მსოფლიო კრება ასეთად უნდა აღიაროს მებრძოლი ეკლესიის სისავსემ და მსოფლიო კრების გადაწყვეტილებები, როგორც უცდომელი, უნდა მიიღოს თუნდაც მდუმარედ დედამიწაზე არსებულმა მთელმა ეკლესიამ. ანუ ყველა ადგილობრივი ეკლესია უნდა ეთანხმებოდეს, ერთხმად იღებდეს აი ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ კიდევ ხედავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიამ სამ დოკუმენტთან დაკავშირებით გააკეთა სულ სხვაგვარი გამოავლინეს სხვაგვარი დამოკიდებულება, ანუ მართლმადიდებლური. თუ მიღებულ გადაწყვეტილებათა სისწორეს დაადასტურეს ეს მომდევნო მსოფლიო კრება და ეკლესიის ცნობიერები დაამოწმებს და დაამტკიცებს ამ საყოველთაო ერთსულოვან აზრს, ასეთი შედეგი უფრო საიმედო იქნება და შესაბამისად მისაღებიც მთელი ეკლესიის სისავსისათვის. აქ ჩვენ გვსურს მართლმადიდებელი მრევლის და ზოგადად ეკლესიის ყურადღება გავამახვილოთ ეკლესიის სიწმინდისა და უცდომელობის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების უაღრესად რთულ და საიდუმლო მომენტს, რასაც ქვია გაცნობიერება იმისა, რომ თავად წმინდა ეკლესია მთელი თავისი სისავსით არის უცდომელი, მაშინ, როდესაც მისი წევრები, თუნდაც ეპისკოპოსები ან მათი კრება შეიძლება შეცდეს კიდეც. და როგორც თანამედროვე სახელმძღვანელოებშია ნათქვამი, მეტისმეტად რთულია, ესე იგი, კრებათა დადგენილებების მიღების ეკლესიის მიერ, მათი შეწყნარების და ამათთან დაკავშირებით მსოფლიო კრებათა განსაზღვრული კრიტერიუმების საკითხი. ისტორიიდან უკვე კარგად არის ცნობილი, ძმაუნდადანო, რომ ზოგიერთი კრება არ იქნა აღიარებული მსოფლიოდ პირიქით, ვიცით ჩვენ კრებები, დადგენილებები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ეს იყო ავაზაკთა კრებებიც, მიუხედავად ამისა, რომ ისინი მათში წარმოადგენენ მაგალითად ადგილობრივი ეკლესიის რიცხვით მსოფლიო კრებებად აღიარებას არ ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ეკლესიის ისტორიაში არაერთგზის მომხდარა, რომ
აი ამ ჭეშმარიტების მხარეს უმცირესობა აღმოჩნდა, ასე რომ უმრავლესობა თავისთავად ჯერ კიდევ არ გამოხატავს ძმაუნდა დანო ჭეშმარიტებას. ჩვენ ვიცით, რომ იყო პერიოდები ეკლესიის ისტორიაში, როდესაც ერთი კაციც კი იყო მართალი და სხვა ცდებოდა, თუნდაც მარკოს ეფესელის ეპოქა ავიღოთ, თუნდაც მაქსიმე ამხსარებელისა თუ სხვა წმინდანებისა, თეოდორე სტუდიელის და ასე შემდეგ, სადაც პირდაპირ გამოიხატება ესეთი აზრი, რომ კეთილმსახურებით, მაგალითად მაქსიმე ამხსარებელი ამბობს, რომ კანონის თანახმად წმინდა და აღიარებულია ის კრებები, რომლებიც დოგმატების სისტორით დასტურდება. რას ნიშნავს ძმაუნდა დანო ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აი ამ 7 მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებების მიღმა რაიმე ახალის შემოღების მცდელობა არსებობს, ამას უკვე ვეღარ მიიღებს კრება, თუნდაც ის შედგეს კრება, მაინც მისი ავტორიტეტი არ იქნება მსოფლიო და მნიშვნელოვანი. აი მაგალითად ერთ-ერთი ღვთისმეტყველი მიხეილ ნოვოსელოვი 19 საუკუნის ბოლოს ესეთ რამეს ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მთელი ქრისტეს ეკლესია უცდომელია, იგი მხოლოდ იმას ითვალისწინებს, რაც ქრისტეს და ყველა ქრისტიანის ურთიერთთა სიყვარულითა თანხმობაში და ეკლესია თავისი სისავსით აღასრულებს უწყვეტ სწავლებას და მას მართავს უზენაესი გონი, თავად სულიწმინდა, რომელიც იცავს მას ყოველგვარი სენისაგან, რის წინააღმდეგაც არც ერთი ჩვენგანი ცალკე აღებული და თვითკრებაც კი არ არის დაზღვეულიო. რადგანაც უცდომელობა ძმაუნდა დანო ეს არ არის კრების კუთვნილება, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენს, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიისა, რომელიც ამოწმებს თავის თავს კრებაზე. ანუ თუ ესე იგი მთელი ეკლესიის პოზიცია ერთიანი არ არის, შესაბამისად ის კრებაც არ არის მართებული. ყოველივე ჩვენგანი იმდენად ფლობს ძმაუნდა დანო ჭეშმარიტებას, ამდენადაც მონაწილეობს აი ამ ეკლესიის ცხოვრებაში. და ეს მონაწილეობა კი მიიღწევა საკუთარი თავისადმი გამორჩეული სიყვარულის მოშლით, ანუ ეკლესიის სისრულეში, საკუთარი თავის შენიშვნებით, თავდაბალი სიყვარულით, საკუთარი აზრზე მაღლა ეკლესიის სწავლების დაყენებით. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ შეიძლება ვცდებოდეთ, მაგრამ ეკლესია თავისი ცოცხალი უცდომელი ორგანიზმი არასდროს ცდება. ამიტომ მართლმადიდებლური საყოველთაო კათოლიკე ქრისტიანული სწავლების თანახმად კრებსითობა, რაც გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება დედა ეკლესიისა, მოქმედებს იმ ურთიერთ სიყვარულით, რომელიც ეკლესიის ცალკეული წევრების მთელ სიმრავლეს ერთმანეთთან აკავშირებს. ამას ამბობს კიდეც წმინდა პავლე მოციქული, რომ ქრისტიანთა გულები არიან თანაშეტყუებულნი სიყვარულითა, ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა და გულსავსებითა გულისხმის ყოფისა, მეცნიერებისა, საიდუმლოსა, მასა ღვთისასა, მამისა და ქრისტესა, რომელსაც შინა არიან ყოვლნი საუნჯენლი, სიბზნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნიო. ანუ წმინდა მოციქულისა და ეკლესიის სწავლების თანახმად ეს ურთიერთ სიყვარული და არა სხვა რამ წარმოადგენს ჩვენთვის ქრისტეს ჭეშმარიტებით შეცნობის გარანტს და ეს ურთიერთ სიყვარული საღვთო სიბზნის საიდუმლო შეცნობელი ქრისტიანთა სწორედ ურთიერთ თანხმობით ვლინდება. ამრიგად ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ქრისტეს ეკლესიის კრებითობა გამომჟღავდება მისი ყველა წევრის ურთიერთ თანხმობაში და ეს თანხმობა რომელიმე ადგილობრივ ეკლესიებთან, ესე იგი გეოგრაფიულ რაიონთან თუ რომელიმე იერარქთან ან მათ კრებასთან კი არ იგივდება ძმაუნდა დანო, არამედ იგი აკავშირებს ეკლესიის ყველა წევრს და მას არანაირად სამართლებრივი კანონმდებლობა არ ჭირდება, რამე თუ მისი თვითყოფადი ძალა, რასაც ქვია, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელია და სულიწმინდის მადლით მოქმედებს და ისე ადასტურებს მსოფლიო ეკლესიის ავტორიტეტსა და უცდომელობას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ იერარქთა და მორწმუნეთა ეს ყოველი შეკრება, სოფლიო კრება ვერ იქნება, ვინაიდან ჭეშმარიტი და მსოფლიო და უცდომელი არის ძმაუნდადანო ის კრება, რომელსაც გააჩნია ორი ფაქტორი, მატერიალური და სულიერი. ანუ მატერიალური ფაქტორია, როდესაც კრებაში მონაწილე პირები მართი ერთობლივი, ესე იგი მუშაობის გარეგნული მხარეებით, გადასაწყვეტი საქმეების რაოდენობა და ხასიათი ემთხვევა ერთმანეთს და სულიერ ფაქტორს კი ეკლესიის მთლიანი სხეულის, ესე იგი წმენასთან კრებების მოწმობით თანხვედრა განაპირობებს. სწორედ ეს თანხვედრა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა, სხვა არაფერია თუ არა თავად კრებაზე გამოხატული კრებსითობა, ანუ ერთიანი გადაწყვეტილება. ანუ როგორც ვნახეთ, ძმაუნდადანო, მსოფლიო უცდომელობა ეკუთვნის არა თავისთავად კრებას, არამედ ქრისტეს მთელ ეკლესიას, რომელიც თავის შესახებ კრებაზე ამოწმებს აი ამას. ასევე უნდა ითქვას, რომ იყო უამრავი ერეტიკული კრებები, მაგალითად ისეთები, რომლებზეც მიღებული იყო ნახევრად არიანული სიმბოლოები, ესეთია მაგალითად ანკვირიის 358 წელს შემდგარი კრება, კრებები, რომლებზეც ორჯერ მეტი ხელმოწერი ეპისკოპოსი ყავდა, ვიდრე მაგალითად ნიკეის კრებას, იყო კრებები, რომლებზეც იმპერატორები იღებდნენ ერესებს, პატრიარქებიც კი, პაპები ემორჩილებოდნენ აი ამ ცრუდადგენილებებს და რატო იქნა ეს კრებები უარყოფილი, რომლებიც მსოფლიო კრებისაგან პრინციპში არაფრით განსხვავდებოდა? მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებები არ იქნა აღიარებული ეკლესიის ხმად, მთელი ეკლესიის ხალხის სისავსის მიერ და იმ ხალხისა და გარემოს მიერ, ძმაუნდადანო, სადაც რწმენის საკითხებში არ განირჩევა სწავლული თუ უვიცი, სასულიერო პირი თუ საერო, დედაკაცი თუ მამაკაცი, მეფე თუ მისი ქვეშევრდომი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენ უნდა შევნიშნოთ, რომ აი ესეთი კრებები, უარყოფილი კრებები იყო საკმაოდ ბევრი, აი მაგალითად ტიროსის 375 წელს, ანტიოქიის 351 წელს, სელევკიის, კონსტანტინოპოლის 360 წელს, ნიკეაში 360 წელს, ეფესოშიც კი იყო 459 წელს და ეგრეთ წოდებული ავაზაკთა კრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ აი ამ კუთხით ჩვენ გვსურს თქვათ, რომ ეკლესიაში სარწმუნოების საკითხებში საყოველთაო, სავალდებულო, იერარქიული ავტორიტეტის არარსებობის შესახებ აზრს ვხედავ ჩვენ აღმოსავლეთის პატრიარქთა ცნობილ ეპისტოლეში, სადაც 1858 წელს, ესე იგი, იქნა გაჟღერებული ესეთი აზრი, რომ 4 დიდი მსოფლიო პატრიარქი ესწრებოდა ამ კრებას, რომ ჩვენთან არც პატრიარქებსო, არც კრებებს არასოდეს რაიმე ახლის შემოტანა არ შეეძლოთ, რამე თუ ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია, ანუ თვით ხალხია, ეკლესიის სისავსია. ეხლა კიდევ ერთი საკითხია გასარკვევი, რომ როცა გავარკვიეთ, რომ ეკლესიის უცდომელობა არ ნიშნავს, ესე იგი, ცალკეული ეპისკოპოსების და თუნდაც კრების უცდომელობას, ჩვენ კიდევ ერთი საკითხი უნდა განვიხილოთ, რომ თუ ჭეშმარიტებას რომელიმე კრიტერიუმები, რა კრიტერიუმები ჩაითვლება, ესე იგი, უცდომელად, რათა ეს უშიშრად გამოვიყენოთ ისინი სულიერ ცხოვრებაში და მგზავრკლევად, რათა პასუხი გაეცეს აი ამ უნიშნულოვანეს გადაწყვეტილებას. ბერძენი ღვთისმეტყველი ბუმისი, პონაიტიოტისი, ესე იგი ასეთ რამეს შენიშნავს. შესაძლოა ვინმე მწუხილითა და იმედგაცრუებით თქვას, რა უნდა მოვიმოქმედოთ, ასეთ შემთხვევაში საიდან უნდა მივიღოთ ჩვენთვის საინტერესო კითხვაზე, ესე იგი ჭეშმარიტი პასუხი, როგორ მივხვდეთ თითოეულ შემთხვევაში, სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა, მაგრამ აქაც სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს ჩვენ ძმაუნდადანო, ზუსტად იმისთვის გადმოგვცა ეკლესიამ ჩვენ მთელი მსოფლიო კრებათა უცდომელი კანონები,
სიცოცხლისა და რწმენის, აი ამ სოფხედელობრივი და სამოღვაწეო ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ეკლესიამ როგორც დედამ გადმოგვცა ეს უცვლელი კრიტერიუმები, რათა ისინი ყოველთვის თან კონდეს, რომ როცა მოვისურვებთ, დაგვჭირდება მათთან შეთანხმება, ვიმოქმედებ და ეს უცვლელი კრიტერიუმები ეკლესიის სწავლების თანახმად არის წმინდა წერილი, ძველი და ახალი აღთქმა, კანონი და მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებები, ანუ სარწმუნოების განსაზღვრებანი და კანონები, რომლებიც მიღებულია მსოფლიო და ადგილობრივ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და რომელსაც მიენიჭა მსოფლიო ავტორიტეტი. და სწორედ ეს უცვლელი კრიტერიუმები მთელი მათი სისავსით შეადგენენ ნამდვილ და უეჭველ საეკლესიო გადამოცემას. შეიძლება ესეც ითქვას, რომ მხოლოდ ეს კრიტერიუმები ნამდვილად შეადგენენ ეკლესიის გადამოცემას და რომლებიც დადგენილია და დამტკიცებულია მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებების მიერ. ანუ ესე იგი მთელი ეკლესიის მიერ ყველა სხვა კანონიკური ეპისტოლეები თუ დადგენილებები გადმოცემული ადგილობრივი კრებების ან რომელიმე ეკლესიის პირის მიერ არ შეიძლება საეკლესიო კანონად იწოდებოდეს, რადგანაც მათ ზემოთ აი ეს მითითებული საეკლესიო დადასტურება, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი საღვთისმეტყველო ტერმინიც გამოვიყენოთ, რეცეფცია ეკლესიისა თუ არ გააჩნია, შესაბამისად ის არც იქნება მისაღები და გამოსადეგი. და ეს წმინდა გადამოცემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა, საეკლესიო აკრივიას წარმოადგენს, ანუ ის რაც ზედმიწევნით რჯულს გულისხმობს მართლმადიდებელ სწავლებაში და ეკლესიაში, რომელიც არასდროს არაფრის გზით და არაფრის შემთხვევაში არ შეიცვლება. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს აკრივია და მოუფრთხილდეთ მას და მივდიოთ მას ცხოვრების ბოლომდე. ეს არის წმინდა მამების სულისკვეთება, ასე გვასწავლა ჩვენ და ასე ასწავლის დღესაც მართლმადიდებელი ეკლესია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიის პოზიცია ამ კუთხით შეუვალია, სასიხარულოა და ნამდვილად იმედმომცემია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს თუნდაც ჩვენი ეკლესიის სახით წარმოადგენს მთელ სისავსეს და არის უცდომელი თავისი სწავლებით. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობთ, რომ გარკვეული ტექსტები, კრიტერიუმები, მოწმობები რაღაც გარკვეული არიან ნამდვილი და სარწმუნონი და რომ ისინი შეადგენენ აი ამ ჭეშმარიტ გადამოცემას და საეკლესიო აკრივიას, ეს რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი ყველა მცდარია, მაგრამ მით უფრო არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უსარგებლოა ეკლესიისთვის და მამათა, ეპისკოპოსთა, ღვთისმეტყველთა, ქრისტიანთა ყველა დანარჩენი საქმე და თხზულებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამე, რომ შეიძლება ისინი შეიცავდეს რაღაც შეცდომას, მაგრამ მთლიანობაში მცდარი არ იყოს, ან მეტიც შესაძლოა შეცდომებს არც შეიცავდნენ, მაგრამ ჩვენ იმაში არ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, თუ განვაცხადებთ, რომ ეკლესიას დიდ მამათა ყველა მსჯელობა და გადაწყვეტილება უცდომელია. მაშინ გვექნება საფრთხე გავიზიაროთ, ესე იგი, პაპიზმის შეხედულება და ჩვენ დაუნებურად წარმოაჩინოთ ახალი არგუმენტები პაპის უცდომელების სასარგებლოდ. ესეც არის ერთ-ერთი საფრთხე. ანუ რისი თქმა გვინდა, რომ ეკლესიაში არსებობს მომენტები, როდესაც მამების ზოგიერთი მამის აზრი იყო და დარჩა კერძო აზრად და ეკლესიის სისავსეს ეს სწავლებები არ მიუღია. ასე რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მამები და საეკლესიო ავტორები თავიანთ მსჯელობებში შეუმცდარნი არ ყოფილან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი შეეძლოთ, რა თქმა უნდა, შემცდარიყვნენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი სიტყვები ან ნაწერები არის სრულიად მცდარი და ასეთი თხზულებების მაგალითებად, რა თქმა უნდა, გამოდგება წმინდა წერილის განმარტებები, სარწმუნოების დოგმატების განხილვები, წმინდა კანონის კომენტარები, აგრეთვე საეკლესიო თუ ქრისტეში მოსაგრეების ცხოვრებების
პირადი გამოცდილებების გადმოცემა და ასე შემდეგ და რასაკვირველია ეს ყოველივე წარმოადგენს გარდამოცემას, მაგრამ რადგანაც იგი არ დაუმტკიცებია მთელ ეკლესიას, ამიტომ ეკლესიის უეჭველ გადმოცემად ვერ ჩაითვლება. ასე რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უშუალოდ რა წარმოადგენს ესე იგი უდავო ჭეშმარიტებას. უდავო ჭეშმარიტება არის მსოფლიო კრებათა და იმ ადგილობრივ კრებათა გადაწყვეტილება, რომლებსაც მსოფლიო სტატუსი მთელი სისავსის მიერ მიენიჭა ეს ავტორიტეტი და დანარჩენი ის წმინდა გარდამოცემა ასევე მნიშვნელოვანია, ოღონდ ის უდავო კრიტერიუმი მათ ჯერ არ გააჩნიათ. ამგვარად გარდამოცემად შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენ მოძღვართა მსჯელობები, ჩვენი ეპისკოპოსების თუ წმინდა სინოდის განჩინებები, დადგენილებები. როგორ უნდა მოვიქცეთ ესე იგი ამ შემთხვევაში? დაუჯეროთ მათ უნდა მაშინ, როდესაც ის გამოხატავს ეკლესიის მთელ სისავსის გამოხატულებას. როგორც ეს მოხდა თუნდაც აი ამ ჩვენი ბოლო სინოდის დროს, რომელმაც მიიღო ისეთი მართლმადიდებლური შემართების გადაწყვეტილება, რომელიც ესოდენ სასურველია ჩვენთვის. ასე რომ თუ დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხედულებები, სწავლებები, მითითებები არ შეესაბამება საეკლესიო გადმოცემას, თუ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ ვალდებულნი ვარ ჩვენ სათანადო და პატივისცემით მივუთითოთ ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ ეს პოზიცია არის მისაღები, მაშინ მას ეძლევა ის ავტორიტეტი, რომელიც ჩვენთვის ესოდენ არის საჭირო. ბევრი შეიძლება აი ამ კუთხით ითქვას დღეს, ჩვენ უბრალოდ დღეს გავამახვილეთ ყურადღება აი ამ კრებითი სულის გამოხატულებაზე, ჩვენ ამაზე არაერთგზის გვისაუბრია, რომ როდის გამოხატავს ეკლესია თავის უცდომელობას და ის ცალსახად ითქვა, რომ მაშინ, როდესაც ის არის გამოხატული მთელი ეკლესიის სისავსის მიერ. ჩვენ შეგვიძლია აი წმინდა მე-6 მსოფლიო კრების მაგალითად ესეთი მნიშვნელოვანი განსაზღვრება წავიკითხოთ, რომ მტკიცეთ და შეუცვლელად დარჩება ჩვენს წინამორბედ წმინდა ნეტარ მამათა მიერ შეწყნარებული ჩვენთვის წმინდა და ქებულ მოციქული სახელით მოცემული 95 კანონი, აგრეთვე ჩვენ წმინდა ნეტარ მამათა მიერ დადგენილი სხვა სამდელო კანონები, რაც შემდგომ ზედმიწევნით არის ჩამოთვლილი, არავის აქვს ნება ზემოთ მოხსენებული კანონები შეიცვალოს, ან უარყოს, ან მათ მაგიერ სხვა გამოიყენოს, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს აი ამ და ან დაამახინჯებს ზემოთ ჩამოთვლილ კანონებსო, იგი დაისაჯოს და შესაბამისი კანონის თანახმად მიიღოს სასჯელიო. იგივეს ვკითხულობ ჩვენ სხვა მსოფლიო კრებების, მაგალითად მე-7 მსოფლიო კრების გადაწყვეტილებაზე, სადაც იქაც აი ამ სამღვდელო განწესება და წმინდა კანონები მიჩნეულია დამოწმებასა და ესე იგი საკვლევად იმეთოთვის, ვინც სამღვდელო პატივი მიიღო. ამრიგად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ამ მსოფლიო კრებათა დადგენილებებს, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, ჩვენ ამ კანონების ჩამოთვლა კიდევ შეგვიძლია, მაგრამ ამჯერად არ არის ამისი აუცილებლობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ამის მიღმა უკვე არის დიდი საფრთხე ერესებისა. ამიტომ ჩვენ აი ამ დადგენილებებს ვიცავთ, როგორც ამას იცავდა ყველა დროში ყველა ეკლესიის შვილი და ვინც ამის წინააღმდეგ სიახლის შემოტანას შეეცდებოდა, ყოველთვის იდგა მათი განკვეთის საკითხი და შესაბამისად ისინი უკვე აღარ წარმოადგენდნენ ეკლესიას. ღმერთმა დააგულოცოს შვიდობა მოგმადლობს და აი ამ მნიშვნელოვან დროში, აი ამ ურთულეს დროში მთლიანად ეკლესიაში და დამკვიდრებული იყოს ის სიმშვიდე, რომელიც ესოდენ სასურველია და ის ერთობა, რომელიც არის ქრისტეში მისაღები, ქრისტეში სასურველი და არა ისეთი ერთობა, რომელსაც ამასოფლის სულისკვეთება გვთავაზობს ჩვენ ეკუმენიზმისა და პანეკუმენიზმის სახით. დაგულოცოს და გაგვაძლიეროს